საგზაო უსაფრთხოების ტრენინგები გრძელდება. სწავლება შუახევში დასრულდა და დღეიდან ხულოს სკოლებში გრძელდება. ტრენინგს ნორვეგიული კომპანია აჭარისწყალი ჯორჯიას სოციალური პროექტის ფარგლებში ატარებს. სიჩქარე, ღვედების გამოუყენებლობა, დაღრილობა და უყურადღებობა. ეს საგზაო შემთხვევების რისკ ფაქტორების მცირე ჩამონათვალია, რომელთა კონტროლის გარეშეც ავტოსაგზაო შემთხვევა ხშირად ფატალურად სრულდება. სწორედ აჭარის მაღალმთიანეთში გზებზე არსებული რისკების შემცირებისა და პრევენციის მიზნით კომპანია აჭარისწყალი ჯორჯიას სოციალური პროექტის ფარგლებში მაღალმთიანეთში ტრენინგებს მართავს. სემინარს სპეციალურად მოწვეული ინგლისური ორგანიზაცია აღმოსავლეთ ევროპის ალიანსი უსაფრთხო და მდგრადი ტრანსპორტისთვის და ფონდი პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის ექსპერტები ატარებენ. პირველ რიგში საჭიროა ქვეყნებს შორის პარტნიორობა და ამ გზით არსებული პრობლემების მოგვარება. აღნიშნულ პროცესში მნიშვნელოვანია ისეთი კომპანიების ჩართულობა, როგორიცაა აჭარისწყალი ჯორჯია. თუმცა გარდა ამისა მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის როლიც. ერთობლივი საქმიანობა პრობლემის აღმოფხვრის მთავარი საწინდარია. ჩვენს ორ ორგანიზაციას, ინგლისელებს და ქართულ ორგანიზაციას გვაქვს ანალოგიური ტიპის პროექტების განხორციელების დიდი გამოცდილება 10-ზე მეტ ქვეყანაში. მთავარი საკითხი, რაც არის ამ პროექტის მიზანი, არის საგზაო უსაფრთხოების განათლება. მოზარდებს ღამით ფეხით გადაადგილებისა, ცნობიერების ამაღლების მიზნით ტრენერმა თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული მასტერ-კლასით ჩაუტარა. ეს ყველაფერი პრაქტიკულადაც გავიგეთ და პრაქტიკულმა ცოდნამ უფრო დაგვეხმარა ამ ყველაფრის ადვილად აღქმაში. სკოლების გარდა საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად ტრენინგი მაღალმთიანეთში სხვადასხვა ორგანიზაციაში დასაქმებულ თანამშრომლებსაც utardebათ. მსვენელებმა ავარიული შემთხვევის თავიდან ასაცილებლად საგზაო ნიშნებისა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დაასახელეს. ვესალმებით, რომ ძალიან კარგია, როცა აჭარისწყალი ჯორჯია ატარებს ამ უსაფრთხოების მიზნით ტრენინგებს, მაგრამ აქ არის სხვადასხვა მიზეზები, კიდე არის ინფრასტრუქტურა, მოსაგვარებელი ზემოთიან აჭარაში, საგზაო ნიშნები, გზების არის ინფრასტრუქტურის მოსამზადებელი, რომ უფრო მეტი უსაფრთხოება იყოს და დაცული ვიყოთ საგზაო შემთხვევებისგან. 2013 წლის სტატისტიკის მიხედვით 5510 საგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 8045 დაშავებული და 514 დაღუპულია. ახალი ამბები 6 საათზე ამით დასრულებულია. მადლობთ ყურადღებისთვის.